დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩვენი სახალხო სუფრის განუყრელი ნაწილი, ვაზის ფოთლის სტოლმა. ვინაიდან ეს კერძი მთელ ოჯახს ძალიან უყვარს, მთელი წლის განმავლობაში ხშირად ვამზადებთ. შიგთავსისთვის დაგჭირდებათ 1 კილო ფარში, 9 ყავის ჭიქა ბრინჯი, 2 მუჭა ტარხუნა, კარგად გასრისეთ, რომ ტოტები არ შეგყვეთ, 2 შაის კოვზი რეჰანი, 9 ჩაის კოვზი პიტნა, მარილი გემოვნებით, შავი პილპილი, ვაზის ფოთოლი ამოიღეთ ბანკიდან და ზედ დაასხით ადუღებული წყალი. გადადეთ გვერდზე. მე გამოვიყენე 3 ხახვი, 4 კბილი ნიორი, ქინძი და ოხრახუში. კარგად ამოურიე ერთმანეთში. გადავწურე ვაზის ფოთოლი, რამოდენიმე ცალი ჩავაფინე ქვაბში, რომ არ მიიკრას და მჭიდროდ გადავახვიე. თუ ნახავთ, რომ ვაზის ფოთოლს გრძელი ყუნწი აქვს, აუცილებლად მოაჭერით. სათითაოდ ფრთხილად ტოლმა გადაიტანეთ ქვაბში. ტოლმას უნდა დააფაროთ თებში და ქვაბი აავსოთ წყლით, ისე რომ თებში დაფაროს. მოაყარეთ მარილი და მიხედვით თუ რამდენად ხისტი ან რბილია თქვენი ვაზის ფოთოლი, სასურველია იხარშოს 40 წუთიდან 1 საათამდე. ძალიან უხდება ნივრიანი მაწონი. გემრიელად მიირთვით.